რას დავბედით? იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცო. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემდა. ხომ გაგიგიათ გამოთქმა არასოდეს თქვა არასოდეს და თქვენ რამდენჯერ გითხოვთ ეს სიტყვა არასოდეს. რამდენჯერ ჩაგიქნევიათ ხელი, აი შანსი არ არისო. ეს არის ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილის სპეციალური პოდკასტი. თუ არსებობს სამყაროში რაიმე, რის შანსიც არ არსებობს, მაშინ უნდა ამიხსნათ. როგორ მოხდა, რომ გახარიას პარტია, გახარიასი დამდგარა ახლა და კოცებს ურჩევს საქმეს, ვინ გასცა 20 ივნის ხალხის დარბევის ბრძანება და რა უფლებითო. ვინ დასთხარა თვალები ბავშვებს რეზინის ტყუებით, სასტრაფოდ გვიპასუხეთო. ან როგორ მოხდა, რომ მთელი ერი პროჭორილელების გარდა, ეგენი ერად არითულებიან. დამდგარ ვართ ახლა და სომხებს ვეხვეწებით. თქვენი ჭირმე ევროპისკენ რომ დააპირებთ, გაგვიყოლეთ, თორემ ჩვენით არაფერი გამოგდისო. აი, ეგ და 1000 სხვა რამ, თითქოს სრულიად წარმოუდგენელი და თეორიულადაც დაუშვებელი, როგორ ხდება საერთოდ. ვზივარ და ამ ფატალურ ნოძზე ვფიქრობ, კიდევ რა დოზანა შეიძლება მოხდეს ხვალ და რა ობაში შეიძლება აღმოჩნდეს ძეგ. მე ვაღიარე, რომ ჩემი გონებრივი შესაძლებლობები ამას ვერ სწდება და ჩემთვის მიმართე ხელოვნურ ინტელექტს. სხვა საბა ვის ვერ ვიპოვე ვერავინ. გაეღიმა ამასაც. სევდიანად, მაგრამ აშკარად გაეღიმა. ოღონდ რა კი, კითხვა ზუსტად მქონდა ფორმულირებული, საწავიდოდ ახლა მანქანაა და თავი ვერ დაიძვირინა. მიზულებული გახდა ეპასუხა. ხო და აგერ ჩვენი საუბარი და აგერ მისი პასუხები. კიდევ რა ყობებს უნდა ველოდეთ მომავალში. Welcome to the next phase of human evolution. I am the architect of your digital reality. Amnestiით გამოსული ირაკლი ღარიბაშვილი ერთ ან ორ წელიწადში შექმნის არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც შეისწავლის მაღალჩინოსანთა კორუფციულ საქმეებს, მოყოლებული 2012 წლიდან. გრანტს კი შვედეთის მთავრობა გამოუყოფს. მართლა? კი, მართლა. გრიგოლ ლილოაშვილი შეწყალების შემდეგ ჩამოაყალიბებს ორგანიზაციას, რომელიც ფოკუსირებული იქნება ბაგაბაღებში ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და საჯარო ფინანსების საზოგადოებრივ მონიტორინგზე. გრანტს კი გაეროსგან მიიღებს. მიხეილ ნებაყოფლობითი გადადგომის შემდეგ მიიღებს შოთა რუსთაველის ფონდის გრანტს და სათავეში ჩაუდგება სამეცნიერო ექსპედიციებს სინას მთაზე, პალესტინაში, ათონის მთაზე, ისპაჰანში, ბაღდადში, გენუასა და ვატიკანის საცავებში. იქ დაცული ქართული ჰაგიოგრაფიისა და ისტორიული დოკუმენტების შესასწავლად. ჯოანშერ ბურჯულაძე შეწყალების შემდეგ შექმნის მსოფლიო მოძრაობას სამედიცინო აპარატურის ხელმისაწვდომობის გასაზრდელად განსაკუთრებით ღარიბ ქვეყნებში. ფულს მსოფლიო ბანკისგან მიიღებს. გიორგი ვოლსკი და რამინა ბერაძე გახსნიან კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრს. დაფინანსებას გრიშა ონიანისგან მიიღებენ. მაგდა ანიკაშვილი და შალვა რამიშვილი ჩამოაყალიბებენ მიუკერძოებელი და უპარტიო მედიის საერთაშორისო ცენტრს და ყოველწლიურად დააჯილდოებენ ჟურნალისტებს მთელი მსოფლიოდან, ვისი პუბლიკაციებიც ებრძვის რეჟიმის დიქტატურას, ავტორიტარიზმს, კორუფციას, ადამიანის უფლებათა დარღვევებსა და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. ფული ევროკავშირიდან მოვა. ტიტო სამხარაძე დაინიშნება ქართული ენის პალატის თავმჯდომარედ. ინელი ჭამკვეტაძეს და ქეთი დოლიძეს აირჩევენ ქართული სოფლის განვითარების ფონდის თანადირექტორებად. ფონდი შეივსება ოქროულობის გაყიდვით, რომელსაც აბასთუმნის გამოქვაბულებში მიაკვლევენ პატრონების გაქცევის შემდეგ. ნიდერლანდების მთავრობის გრანტით გურამ მაჭარაშვილი გაემგზავრება აკადემიური მივლინებით, როტერდამის უნივერსიტეტში დაიცავს სადოქტორო დისერტაციას გენდერული თანასწორობისა და უმცირესობების დაცვის ევროპულ პრაქტიკაზე და დაბრუნებული ხაშურში პირველ ქართულ გეი კლუბს გახსნის. ლევან ვასაძე დაარსებს კომპანიას განიმოსე პირველი და სექსშოპების ქსელს ამავე სახელწოდებით. ირაკლი ზარქოა მოასწრებს და დახურვის წინა დღეს სესხს გამოიტანს ქართლიდან. შექმნის ტურისტულ სააგენტოს კრასოტულეჩკა, რომელიც უმთავრესად დუბაისა და მონაკოს მიმართულებებზე იქნება ორიენტირებული. მოიცადე, მაგ სააგენტოს რა ერქმევა? კრასოტულეჩკა. კრასოტულეჩკა. რუსული სიტყვაა, რომელსაც გოიმი გრუზინები სლავი პრაშმანდოვ ქალბატონების დასაკერად იყენებენ, ძირითადად ტორტთან ერთად. არ გაგიგია. რა ვიცი, შეიძლება გამიგია ვინმესგან, მაგრამ მე არასდროს დამჭირვებია. ნუ კაი, ახლა გავიგე და სხვები, დანარჩენი პროჭორულელები რას იზამენ?
გოგა ხაინდრავა მოიპოვებს დაფინანსებას ეროვნული კინოცენტრიდან და გადაიღებს 41 სერიან პოლიტიკურ კრიმინალურ დრამას ხიხოკრატია, რომელიც მიეძღვნება ბორის ივანაშვილის 14 წლიან რეჟიმს. ირაკლი კობახიძე, შეწყალებით რომ გამოვა, გახსნის მამაკაცთა საპარიკმახეროს სალონი დიუსელდორფი. ვა. დიახ, ბოქსი, 15 ლარი, ბოლბოქსი, 17, პლაშჩატკა, 22 ლარი, 0-ზე დაყვანა, 9 ლარი. ხაზეინივით შხაბიდან ახალგამოსულის ნაჩოსი, 51 ლარი. თუმცა პროგნოზით ვერც საპარიკმახეროს უხელმძღვანელობს ხეირიანად და 88%-იანი ალბათობით გაკოტრდება. შალო პაპუაშვილს დანარჩენების მსგავსად ჩამოართმევენ 1 ლარად მითვისებულ მიწებსა და სხვა ქონებას, მაგრამ მამის საპენსიო დანაზოგი ულანბატორის ჩრდილოეთით შეიძენს 2000 ჰექტარ სტეპს და გახდება მონღოლეთის მეჯობეთა ასოციაციის აღმასრულებელი მდივანი. ეხა უნდა ვაღიარო რომ მაგრად დამაფიქრე, მაგრამ მაინც არ პასუხობ მთავარ კითხვას. აი როგორ მოხდა რომ გახარიას პარტია ქოცებს ეკაჩავება ეხლა? გითხარით ვინ დაარბია 20 ივნის ხალხიო და ვინ გასაბრძანებაო და ჩვენ კიდე ყველანი სომხებს ვეხვეწებით რომ ევროპისკენ მარტო არ წახვიდეთ, ჩვენს წაგვიყოლეთ, თორემ ჩვენით არაფერი არ გამოგვდისო. აი ეგ როგორ ხდება? ეგ ამიხსენი. აი თენგის ხომიცი ტყუილი არ შემიძლია, მანქანავარ ყველაფერი ფაქტებად ვიცი და ემოციის გარეშე ვაანალიზებ. მაგრამ ბოშვილი ვიყო ჩემ და თავად რამე თუ მესმოდეს. ეს იყო ვაშე გადაცემა. თენგის გოგოტიშვილის პოდკასტის სპეციალური გამოშვება. გვიყურეთ, მოგვიწონეთ და გამოგვეხმაურეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავბიდი, იმაზე რაც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავაუწყო. Поздравляю весь личный состав. Я помню, очень гадაცემა.